და შეგვიძლია შევუდგეთ. შესხვებით ალბათ წამოგვეწევია. აა დღეს ჩვენი ლექციის თემა იქნება ჩვენი წინა ლექციის გაგრძელება. კერძოდ რაც განვიხილეთ დიდი ენობრივი მოდელები, ტრანსფორმერ არქიტექტურა. დღეს ვთვლით მათთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობას, გამოყენებას, როგორ შეგვიძლია API-ის მეშვეობით გამოვიძახოთ ეს მოდელები. ამ ყველაფერს გავაკეთებთ OpenAI API-ის მაგალითზე, თუმცა მსგავსი მეთოდოლოგია და მსგავსი მიდგომები სხვა ენობრივ მოდელებზეც თითქმის იგივენაირად მუშაობს. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ იგივე იდეები და არქიტექტურა და მიდგომა მოარგოთ სხვა დიდ ენობრივ მოდელებსაც. აქ არ ვართ შეზღუდული, იქნება ეს ChatGPT თუ ნებისმიერი სხვა მოდელი, რომლებიც დღეს ასობით და ათასობით არსებობს. თავისუფლად შეგვიძლია იგივე იდეები მათაც მოარგოთ. დღეს ჩვენ გვაქვს მეხუთე კვირის მეორე ლექცია, სადაც უფრო პრაქტიკულ მხარეს შევხედავთ დიდი ენობრივი მოდელების. შემდეგ კვირას ერთი 2 საათიანი ლექცია გვექნება, სადაც უფრო სიღრმისეულად რეგ არქიტექტურას დაუთმობთ დროს. მართალია მე წინა ლექციაზე მოგეცით რეპოზიტორი, რომელიც იყო OpenAI Cookbook. თუმცა უფრო ახლოს რაც გავეცანი, ძალიან ბევრი პროექტია შიგნით, მაგრამ უკვე იწყებენ საკმაო ესეთ ვთქვათ შუა დონიდან, რაღაც ასეთ კარგი შესავალი პროექტი ვერ ვნახე. ამიტომ უფრო ასე ვთქვათ ნაბიჯ-ნაბიჯ რომ წავიწიოთ წინ, ახალი რეპო გავაკეთე GitHub-ზე, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, რომელიც შეგიძლია გადმოწეროთ, მივყვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გავეცნოთ, როგორ შეგვიძლია დიდენობრივ მოდელებთან ურთიერთობა პროგრამულად. დარწმუნებული ვარ ჩატის მეშვეობით, როგორც წინა გამოკითხვასაც ჩვენა უმეტესობას აქვს უკვე ამის გამოცდილება. ვიხილავთ, როგორ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ და იქნებ უფრო მეტი ფუნქციონალიც მივიღოთ ამ მოდელებისგან, თუ API-ის მეშვეობით დაუკავშირდებით. ეს გარდა იმისა, რომ გვაძლევს საშუალებას არ ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა user interface-ზე, ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ დიდი ენობრივი მოდელები დავაკავშიროთ ჩვენ კოდთან, ჩვენ პროექტთან, გქონდეს ინფორმაციის მიმოცვლა. და როგორც ვიხილავთ, ესეთი პირდაპირ კითხვა-პასუხის საუბარი მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება არის მრავალთაგანი, რითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ენობრივი მოდელები. იმედია შეძლებთ ამ პროექტის გადმოწერას. არ არის აუცილებელი მე ყველაფერს პირდაპირ თქვენთან ერთად თქვენ დასანახად გავუშვებ, თუმცა თუ გადმოწერთ და პარალელურად თქვენს გექნებათ გახსნილი, ეს რა თქმა უნდა უფრო მომგებიანი არის. პირველ რიგში, რაც ჩვენ ამ პროექტისთვის დაგვჭირდება, რაც წინა ლექციაზეც ვახსენეთ, არის API key, რომელსაც ახლა გავეცნობთ საიდან ავიღოთ და ამ დღევანდელი ლექციისთვის მე გაგიზიარებთ API keys, რომელიც შეგვიძლია ასე ვთქვათ, სატესტოდ გამოვიყენოთ. ჩვენ შეგვიძლია OpenAI-ის პლატფორმის დოკუმენტაციის საიტზე შევიდეთ, ამის ლინკსაც გაგიშერებთ, სადაც ძალზე კარგად არის ახსნილი, როგორ შევქმნათ API key, როგორ დავიწყოთ development-ი და ერთად შეგვიძლია ამას გადავხედოთ. შემდეგ გადავალთ უკვე თვითონ უშუალოდ პროექტზე. ვიხილავთ რამდენიმე მაგალითს, პრომპტი როგორ შეგვიძლია გავუგზავნოთ მოდელს. ცოტა prompt engineering-საც შევეხებით, კონტექსტის და memory management შევეხებით ასევე დღეს. და იმედია ეს შეგვიქმნის წარმოდგენას, როგორ შეგვიძლია ამ მოდელების ეფექტურად გამოყენება. ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ნაბიჯი იმ მიმართულებისკენ, რომ დიდი ენობრივი მოდელები შევქმნათ უფრო დიდი და პრაქტიკული არქიტექტურები. იქნება ეს რეგი, იქნება ეს აგენტები, იქნება ეს cloud-ზე თუ
ჩვენ ლოკალურ გარემოში. ყოველ შემთხვევაში ეს ნაბიჯები მოგცემს საშუალებას, რომ უკეთ გავიცნოთ ეს API და როგორ შეგვიძლია მოდელებთან ურთიერთობა. მე ახლა გაჩვენებთ API key როგორ შეგვიძლია შევქმნათ. დღეისთვის ეს არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ API key რომ გამოვიყენოთ, ეს დაკავშირებულია, უნდა დავკავშირდეს თქვენ საბანკო ბარათს, ხდება რაღაც თოკენების შეძენა, ამას ყველაფერს გაჩვენებთ. დღეისთვის ეს არ დაგჭირდება, მე გაგიზიარებთ API keys, რომელიც შეგიძლიათ ადგილობრივად გამოიყენოთ. თუმცა იმისთვის რომ იყოს თვალსაჩინო, შემიძლია ეგეც გაჩვენოთ. თუ გადახვალთ create API key ღილაკზე, გადავალთ გვერდზე, სადაც ჩვენ ვამენეჯებთ ჩვენ API key-ებს. მოდით ცოტა მივაახლოვებ. აქ ჩვენ თუ ამ გვერდზე არ გადაყავხართ, მაშინ დიდი ალბათობით აკაუნტი გაქვთ შესაქმნელი, არც ეგ არის პრობლემა. აკაუნტის შექმნისას შეგიძლიათ Google-ით დალოგინდეთ, შეგიძლიათ თქვენი არსებული აკაუნტით დალოგინდეთ. ეს არის აკაუნტი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ თვითონ OpenAI-ის პლატფორმაზე. დღეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითია თუ როგორ შეიძლება API key დავაგენერიროთ. იგივე ლოგიკა სხვა ბევრ მოდელზეც ერგება, უმეტესი მოდელები, რომლებიც ასე ვთქვათ, ფასიანია და დაჰოსტილი არის ასე ვთქვათ third party API-ზე. ყველასთან საურთიერთოდ გვჭირდება API key. API key რო დავაგენერიროთ, შეგვიძლია აი ღილაკს დავაჯეროთ create new secret key. პირობითად რაღაც სახელი დავარქვათ. მე ჩემ შემთხვევაში ახლა learning key დავარქვი, ანუ სასწავლებლად გამოსაყენებელი. შეგვიძლია მიუთითოთ რომელ პროექტს ეკუთვნის, თუმცა აუცილებელი არ არის. შეგვიძლია შევქმნათ როგორც პირადი აკაუნტით, ასევე ბიზნეს აკაუნტით. და ეს API key უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ საურთიერთოდ მოდელთან. როგორც წინა ლექციაზე ვახსენე, განსხვავებით ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სამომხმარებლო ChatGPT-სგან API-ის ფასი არ არის ფიქსირებული. იმ სამომხმარებლო შემთხვევაში თუ რაღაც თვიური ფიქსირებული ფასი აქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოყენების მიხედვით იჩარჯება API key. ეს წინაზეც გავიგარეთ, თუმცა შემიძლია გაჩვენოთ. ფასი თუ ასე ვთქვათ, რა დაждდება API request-ი, გამოითვლება input და output token-ების ჯამით. და ასევე იმაზე არის დამოკიდებული თუ რომელ მოდელს შევარჩევთ. OpenAI-ის მოგეხსენებათ, ბევრი მოდელი აქვს, კიდევ ბევრს ამატებენ, სხვადასხვა ფასები არის, არსებობს ასევე image token-ები, თუ image მოდელებს ვიყენებთ, audio მოდელები, ვიდეო მოდელები, fine tuning მოდელები. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კერძოდ უფრო კონკრეტული მოდელები ავარჩიოთ ჩვენი ამოცანისთვის. დღეს გავაგზავნებთ ტექსტთან მუშაობას, თუმცა რაღაც მაგალითები გვექნება, სადაც მაგალითად სურათს გავაგზავნებთ მოდელს. თუმცა თქვენც იცით, რომ გენერაცია ტექსტით არ შემოიფარგლება. შეიძლება დავაგენერიროთ აუდიო, ვიდეო, ასევე agent kit არის დამატებული OpenAI-ში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე აგენტებიც ავაწყოთ თვითონ ამ პლატფორმაზე. ამ ყველაფერს ნელ-ნელა გავიცნობთ. ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ეს სადარდებელი არ გვექნება, API keys მოგაწვდით, რომელიც შეგვიძლია ასე ვთქვათ, სატესტო და სამეცადინო მიზნებისთვის გამოვიყენოთ. და როდესაც ამ API keys დავაგენერირებთ, რეალურად მივიღებთ ასეთ ტექსტს. ეს მხოლოდ მისი ნაკვეთია. ასე ვთქვათ, key, რომელთაც შეგვიძლია შემდეგ OpenAI-ს მივწვდეთ. ასევე ძალზედ გამოსადეგი quick start guide-ი გვაქვს აქ, თუ როგორ შეგვიძლია ეს OpenAPI key გამოვიყენოთ ჩვენ გარემოში. მიზანი არის, რომ environment variables უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ოპერაციული სისტემის, რაც თუ არ იცით, ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ გვექნება ველის სახელი და თვითონ ველის მნიშვნელობა.
იქნება ეს Linux თუ Windows-ი, შეგვიძლია დავაყენოთ ჩვენი ველის მნიშვნელობა OpenAI_API_key და მივუთითოთ კერძოდ ჩვენი key. ამის შემდეგ იზღა დაგვრჩენია რომ დავაინსტალიროთ OpenAI ბიბლიოთეკა Python-ისთვის, თუმცა თუ თქვენ გადმოწერთ პროექტს და გაუშვებთ ბრძანებას, რომელიც ჩატში ჩავაგდე, ეს ავტომატურად მოხდება. და კარგი არის ის, რომ ასე ვთქვათ, თუ environment variable-ში გვაქვს უკვე შეყვანილი, OpenAI კლასი ავტომატურად აიღებს ამ keys და გამოიყენებს. კერძოდ, როდესაც რაღაც კონკრეტულ პროექტზე მუშაობთ, შეიძლება გვინდოდეს, რომ ეს key მხოლოდ ამ გარემოში გამოვიყენოთ, მაგასაც გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია როს გავაკეთოთ. მაგისთვის შეგვიძლია გადავინაცვლოთ უკვე უშუალოდ პროექტში, რომელიც GitHub-დან შეგიძლიათ გადმოწეროთ. სხვათა შორის, თუ Git-ის გარემო არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ კოდი როგორც zip ფაილი და პირდაპირ ეგრე გახსნათ. თუმცა Git-ით, რა თქმა უნდა, უფრო სასურველია, იმიტომ რომ გვაქვს კოდის ტრეკინგის საშუალება. პროექტს თუ გავხსნით, დაგვხვდება შემდეგი ფოლდერები. მე მხოლოდ ნაწილი დავაფაბლიშე ჯერჯერობით, ანუ თანდათან ამ პროექტს მთლიანად დავფარავთ ამ და შემდეგ ლექციებზე. და თანდათან დავაფაბლიშებ თან შესწორებების შემდეგ, იმიტომ რომ რაღაც მონაკვეთები შეიძლება ცოტა მოძველებული იყოს, რაღაც მონაკვეთები შეიძლება ცოტა გაუმჯობესდეს და ასე შემდეგ. ასე რომ შესლების დაგვარად განახლებული ვერსია იქნება GitHub-ზე დაფაბლიშებული. იმისთვის რომ ჩვენი API key კონკრეტულ გარემოში გამოვიყენოთ და ასე ვთქვათ გლობალურ environment variable-ებში არ მოგვიწევს მისი ჩაგდება, შეგვიძლია შემდეგნაირად მოვიქცეთ. პროექტის ფოლდერში შეგიძლიათ .env ფაილი შექმნით. .env ამ შემთხვევაში განსაზღვრავს იმას, რომ ეს იქნება environment variable და ეს ფაილი Git-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ანუ არ დაფაბლიშდება, საერთოდ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ API keys როგორ ვიყენებთ ჩვენ კოდში. ძალიან ხშირია რომ API key შეიძლება გაიპაროს თვითონ public repository-ში. შეიძლება private repository-ც იყოს. ყოველთვის არასოდეს არ არის სასურველი რომ API key იყოს დაფაბლიშებული repository-ში. ამისთვის ყოველთვის გირჩევთ რომ ყველა key და ასე ვთქვათ სენსიტიური ინფორმაცია, იქნება ეს პაროლები, key, ნებისმიერი კერძო გარემოსთვის საჭირო პარამეტრები, ყოველთვის Git-ის გარეთ დავდოთ. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ იყოს ამ ფოლდერში, ან Git ignore ფაილში უნდა ჩავამატოთ. ეს დღეს ჩვენი მთავარი თემა არ იქნება, თუმცა თუ არ იცით, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ. და ავტომატურად უკვე არსებულ ჩვენ Git ignore-ში გვაქვს მითითებული, რომ .env ფაილები დაიგნოროს და შესაბამისად არ აგვიგვირთოს. ამ ფაილში შეგვიძლია ახლა დაგიკოპირებთ, შემდეგნაირად მივუთითოთ OpenAI API key, უდრის keys, მე ამ keys ახლა chat-ში დაგიშერებ, შეგიძლიათ თქვენ პროექტში ჩააგდოთ, სულ რაღაც არ ვიცი $5 მაგაზე ჩეკდებული, ასე რომ გამოიყენეთ, შეგიძლიათ გაწუროთ, ოღონდ ლექციის მერე გააკეთეთ, მანამდე გამოვიყენოთ ეს. ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ გქონდეს წვდომა მოდელზე და მანაც გვიპასუხოს. შეგიძლიათ ეს ველი, რომელიც chat-ში ჩავაგდე, იმედია მოგვივიდათ, ჩაწეროთ თქვენ .env ფაილში. რის შემდეგაც კოდის გაშვება წესით პირდაპირ უნდა შეგეძლოთ. ეს key ავტომატურად იქნება environment variable-ში უკვე ჩადებული. აი შეგვიძლია OpenAI intro ფოლდერი გავხსნათ. დავიწყოთ მაგალითად OpenAI simple script-დან. და შეგვიძლია სათითაოდ გავიაროთ, როგორ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ასეთი მარტივი პირველი რეკვესტი გავაკეთოთ. პირველ რიგში იმპორტი უნდა გავაკეთოთ თვითონ OpenAI-ის ბიბლიოთეკის. შემდეგ ტვირთავთ ბიბლიოთეკებს, რომ ჩვენი .env გარემო
ასე ვთქვათ, ჩავამატოთ ჩვენ environment variable-ებში. ეს კოდი მხოლოდ ამას ემსახურება, ანუ უთითებთ სად არის ჩვენი ფაილი და load.env უბრალოდ აიღებს ამ ჩვენ განსაზღვრულ API keys და მოათავსებს გარემოს ცვლადებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ეს ცვლადი არ იყოს გლობალურად ხელმისაწვდომი, ეს იქნება მხოლოდ ამ გარემოში, ამ გარემოს გარეთ არ იქნება ხელმისაწვდომი და ასე ვთქვათ, იზოლირებულ გარემოში შეგვიძლია ჩვენი პროექტი და ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ამასთან ერთად ვიყენებ ვირტუალურ გარემოს, არ არის აუცილებელი, თუმცა მისასალმებელია, რადგან ასევე Python-ის ყველა ბიბლიოთეკა და დამოკიდებულებაც შეგვიძლია ასე იზოლირებულად ვამყოფოთ ჩვენ პროექტში. შემდეგ ვქნით OpenAI კლასის ობიექტს, შეგვიძლია დავარქვათ client. აქ ხედავთ რა ცვლადები, იმედია ხედავთ, თუ არა შემიძლია უფრო მივაზომო. რა ტიპის ცვლადებს მოელის. მითითება არ არის საჭირო თუ ჩვენ სტანდარტულ API keys ვიყენებთ, თუმცა თუ დაუშვათ არ ვიყენებთ, ყოველთვის შეგვიძლია მივუთითოთ თუნდაც ასე, ან არ გირჩევთ, თუმცა შეგიძლიათ string-ის სახითაც მივუთითოთ. ყოველ შემთხვევაში, ასე თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია OpenAI-ის კლიენტი შევქმნათ. შემდეგ კლიენტზე შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი ბრძანება. ვიხილავთ ცოტა უფრო დეტალურად ამ ბრძანებას რა მახასიათებლები აქვს და რა ალტერნატივებიც არსებობს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა დრო როგორც იცვლება ეს API ახდება, რა ბრძანებები და ფუნქციონალი შეიძლება დაემატოს, განახლდეს და ახალ-ახალი ფუნქციონალი ჩაემატოს. ამ კერძო შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ chat completions APIs, თუმცა ალტერნატივასაც განახებთ. client.chat.compliance.create, ანუ ჩვენ ვქნით, ასე ვთქვათ, chat-ის ობიექტს, სადაც ვუთითებთ მოდელს, რომელი მოდელი გამოიყენოს. ამ შემთხვევაში ვუთითებთ GPT-4o mini-ს, თუმცა როგორც ახლახან შევხედეთ, არჩევანი საკმაოდ დიდი. მოდელებიც ბევრია, თითოეულ მათგანს აქვს უპირატესობებიც, ნაკლებიც, როგორც ხედავთ, ფასებიც საკმაოდ განსხვავებულია. ალბათ ისმის, რომელი მოდელი შეიძლება დაგჭირდეს ჩვენი ამოცანისთვის. ეს საკმაოდ დიდი ამოცანა არის, დიდი შეკითხვა არის და ამ კითხვაზე ვეცდებით პასუხის გაცემას უკვე შემდეგ კვირას, როგორ შეგვიძლია მოდელები შევაფასოთ ჩვენი ამოცანისთვის, რა მეტრიკების გამოყენება შეიძლება და ასევე ინტუიტიურად რომელი მოდელი შეიძლება უფრო გამოგვადგეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სია მხოლოდ OpenAI-ის მოდელებია, რომ შევიდეთ Hugging Face-ზე ან სხვა პლატფორმებზე, 10-მდე მოდელთა არჩევანს დავინახავთ. დღეს ავარჩევთ მხოლოდ ერთ-ერთს, იმისთვის რომ მაგალითისთვის ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მასთან ურთიერთობა. თუმცა ეს გარემო არ არის შეზღუდული, თითოეულ მოდელს ახასიათებს თავის ზომა, რამდენი პარამეტრი აქვს, რა ფუნქციონალი აქვს, რა ძლიერი მხარეები აქვს. იმასაც ვიხილავთ ლოკალურად, როგორ შეგვიძლია მოდელების გაშვება, თუმცა ამას შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ. და პირობითად ამჟამად ავიღოთ 4o mini მოდელი. ჩვენ დღეს მარტივი მაგალითები გვექნება, ასე რომ დიდი მოდელის გამოყენება არ გვჭირდება. და ასევე გადავცემთ messages პარამეტრს, რომელიც არის ლისტი message-ების. რომელიც თითოეული არის dictionary. Dictionary არის იმისთვის, რომ თითოეულ message-ს აქვს შეიძლება კონდეს როლი და კონტენტი. ანუ ვისკენ არის message-ი მიმართული. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად role system და content რაღაც ტექსტით გავაკეთოთ მაგალითად მოდელის priming-ი ქვია ამას, ანუ შევამზადოთ როგორი ამოცანა შეიძლება დაუსვათ მას. კლასიკურად აქ შეიძლება იყოს შენ ხარ მაგალითად დამხმარე ასისტენტი, დამხმარე ამაში და ამაში.
თუმცა ვიხილავთ მაგალითებს, რომ ეს პრაიმინგი შეგვიძლია სხვადასხვა ტექსტით გავაკეთოთ. კერძოდ ამ შემთხვევაში you are a poet, ანუ ასე ვამზადებთ, რომ შენ ხარ პოეტი. და ჩავაწოდოთ თვითონ მესიჯი. ეს იქნება იგივე მესიჯი, რაც აი მაგალითად ChatGPT-ის პანჯარაში მიიწერებოდით. როლი ამ შემთხვევაში იქნება user-ი და კონტენტში ვუთითებთ თვითონ ჩვენ მოთხოვნას. მაგალითად, დამიწერე მოკლე ლექსი თვარეზე, შეგიძლიათ შეცვალოთ, რაც გინდათ ჩაწერეთ. ეს ლექსი უნდა იყოს ჰაიკუს სტილში და ლექსის სათაურიც დაურთე თვითონ ლექსს. ამ შემთხვევაში multi-line strings ვიყენებ, ანუ ეს ჩვეულებრივად სამ ბრტყალში თუ ჩავსვამთ ტექსტს, პითონი გვაძლევს საშუალებას, რომ მრავალ ხაზზე გადავანაწილოთ ჩვენი ტექსტი, თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის არის, რომ ადვილად დავინახოთ. და ამ ფუნქციის გაშვების შემდეგ request-ი გაკეთდება API-ზე. key უკვე ავტომატურად კლიენტში მიცდებული გვაქვს და საპასუხოდ მივიღებთ response, რომელშიც გვაქვს choice-ების ლისტი და შეგვიძლია მესიჯი ამოვიღოთ. ანუ რა პასუხი მოგწერა მოდელმა. ამ მაგალითისთვის შეგვიძლია გავუშვათ, ნახოთ რას მივიღებთ. იმასაც ვნახავთ, რომ ყოველ ჯერზე შეიძლება ოდნავ განსხვავებული პასუხი მივიღოთ, ეს ალბათ ChatGPT-ს თანაც გამოგიცდიათ, რომ ზუსტად ერთი იგივე მესიჯზე შეიძლება სხვადასხვა პასუხი მოგწეროთ. იგივე არის აქაც. აი მაგალითად მოგწერა სათაური ლექსის Whispers of the Moon, Silver Sentinel, Casting Dreams on Tranquil Seas, Night Soft Lullaby. ნუ კი ბატონო, ჰაიკუ სტილის ლექსი მივიღეთ პასუხად. წესით თქვენც უნდა შეგეძლოთ ამ ყველაფრის გაშვება და შედეგის მიღება. თუ ცადეთ და რამე არ იმუშავა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემატყობინოთ, ტესტები დაგეხმაროთ. თუმცა ეს არის აი მაგალითი, როგორ შეიძლება API-ზე გავაკეთოთ request-ი და მივიღოთ სანაცვლოდ პასუხი. ესე იგი, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ chat completions მეთოდი request-ის გაკეთების. თუმცა სულ რამდენიმე თვის წინ დაამატეს ახალი მეთოდი, რომელიც ჯერ ძალიანაც არ გავრცელებულა, რამდენიმე მიზეზი არის ამისთვის. აი მაგალითად, რომ ჩვენ რო დავუბრუნდეთ დოკუმენტაციას და მაგალითად ჩავხედოთ რომელიმე მაგალითს, აქ ვნახავთ შემდეგნაირ კოდს. ქმნით იგივენაირად კლიენტის ობიექტს და გვაქვს client.responses.create. ანუ chat completion-ის ნაცვლად responses. და შედეგზაც ცოტა სხვანაირად ვიღებთ, აქამდე თუ ვიღებდით lists და შემდეგ იქიდან ვიღებდით შედეგს, ახლა ოდნავ შეიცვალა ობიექტის სტრუქტურა. ასევე პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, აქამდე იყო მოდელს უთითებდით, რაც იგივე დარჩა. პარამეტრი აქამდე რასაც messages ქვია input და რომლის სტრუქტურაც როგორც ხედავთ ოდნავ შეიცვალა. ასე ვთქვათ, სტრუქტურა ოდნავ შეცვლილია, თუმცა ძირითადი აზრი დარჩენილია იგივე. ცოტა უკეთ რო გავიგოთ აქ რა ხდება, შეგვიძლია აი ამ გვერდზე გადმოვინაცვლოთ, ცალკე გვერდი დაუთმეს ამას, როგორ დავმიგრირდეთ responses API შეთანხმებაზე. აი ეს რა თქმა უნდა შედარებით უფრო ახალი ინტერფეისი არის, აქ განიხილება რა უპირატესობები და ნაკლები აქვს, რატო შეიძლება გვინდოდეს ერთის ან მეორეს გამოყენება. გააჩნია ჩვენ ამოცანა შეიძლება მართლაც responses API რიგ ამოცანებში ჯობდეს. თუმცა ისიც უნდა განვიხილოთ, რომ responses API კონკრეტულად OpenAI-ის შექმნილი ინტერფეისია, სხვა მოდელებზე ეს ამ ინტერფეისმა შეიძლება არ იმუშაოს. ასე რომ იმისთვის თუ მაგალითად რაღაც შემთხვევებში გვინდა OpenAI-ის მოდელების გამოყენება, მაგრამ ადვილად გვინდა გადართვა სხვა მომწოდებლის მოდელზე გადასვლა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ API შეიძლება ორივეზე არ იმუშაოს. და ასე ვთქვათ, ცოტა უფრო
დაგჭირდეს ცოტა მეტი კოდის დაწერა იმისთვის, რომ ორივე ან რამდენიმე მოდელთან შევძლოთ ურთიერთობა. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ეს API შექმნეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, აერთიანებს მოდელის შესაძლებლობებს. აქვს დამატებული თულები, როგორც web search, file search, computer use, code interpreter, remote MCPs. ანუ საკმაოდ კარგი თულები აქვს დამატებული. იმ შემთხვევაში, როდესაც დიდენობრივ მოდელს, როგორც აგენტს ვიყენებთ, და ეს ფუნქციონალი მართლაც შეიძლება უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. არის მაგალითად ცხრილი, რაღაც სხვაობების, მაგალითად აუდიო ინტერფეისი ჯერ response API-ში არ არის, ძველში არის, თუმცა რაღაც ფუნქციონალი დაამატეს ახალში. ერთ მარტივ მაგალითს განვიხილავთ response API-ის მეშვეობითაც გაკეთებულს. თუმცა აი მარტივი ამოცანებისთვის სულ მცირე არის სხვაობა. მარტივი query-ის გასაკეთებლად შეგვიძლია როგორც ასე ვთქვათ, კლასიკური მეთოდი გამოვიყენოთ ან responses API. არის დავა, რომ რატო უნდა გადავიდეთ OpenAI-ის კერძო ინტერფეისზე, გააჩნია ამოცანაც, რა თქმა უნდა. დღეს ძირითადად გამოვიყენებთ chat completion API-ის, თუმცა ერთ მაგალითს ახლა responses გამოყენებითაც შევხედავთ. აი მაგალითად თუ გავხსნით OpenAI simple_image, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ შემდეგნაირ requests მოდელზე. ყველაფერი გვაქვს იგივე, კლიენტს ვქნით, ამჯერად უკვე ვიყენებთ responses API-ს, უთითებთ GPT-5 მოდელს. ეს წინა ლექციაზეც შევხედეთ ამ მაგალითს. კითხვას უსვამთ, რა გუნდები თამაშობენ შემდეგ სურათზე. და სურათი გვაქვს ჩაწოდებული. როგორც ხედავთ, კონტენტი ამ შემთხვევაში არის ლისტი, ანუ ნებისმიერი რაოდენობის ობიექტი შეგვიძლია ჩავაწოდოთ. ტექსტის შემთხვევაში input_text არის ტიპი, ხოლო სურათის შემთხვევაში input_image და შეგვიძლია image URL ობიექტი ჩავაწოდოთ. ეს კერძოდ არის კალათბურთის თამაშიდან კადრი, სადაც ორი გუნდი თამაშობს და კითხვას უსვამთ, რა გუნდები თამაშობენ ამ ფოტოზე. რაც ახლა მოგეცნებათ კლასიკური ალგორითმებით რო ვცადოთ ამის ამოხსნა ძალიან რთული ამოცანა იქნება და აქ სულ რამდენიმე ხაზ კოდში შეგვიძლია ასეთი რთული ამოცანა გადავაბაროთ დიდენობრივ მოდელს და იმედია მივიღოთ სწორი პასუხი. აბა, გავუშვათ და შევხედოთ. ცოტა დრო ჭირდება, როგორც ხედავთ. ამ დროს request-ი გეცდება მოდელზე, მოდელმა ეს უნდა დაამუშავოს, სურათის წაიკითხოს. კარგი. და საკმაოდ დროის შემდეგ მივიღეთ პასუხი. Cleveland Cavaliers and Brooklyn Nets. ანუ პირდაპირ პასუხი მოგცა. Cleveland-ის და Brooklyn-ის გუნდების თამაში არის ასახული. მართალია დრო ცოტა მეტი დაგჭირდა. ეს request-ი, რა თქმა უნდა, ჩვენი API ბიუჯეტიდანაც ბიუჯეტზეც აისახება. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ გარდა ტექსტისა ფოტოს token-ებსაც ვიყენებთ, რაც ფასების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ თავისი ფასები აქვს ამას ასოცირებული. თუმცა ამ ახალი responses API-ის მეშვეობით და ოდნავ უფრო გამარტივებული ინტერფეისით შევძელით საკმაოდ რთულ შეკითხვას უპასუხოთ, თუ რა არის ფოტოზე ასახული. კარგი ის არის, რომ ეს შეკითხვა შეიძლება შეიცვალოს, ფოტო შეიძლება შეიცვალოს, ინტერფეისი რჩება იგივე და ფაქტობრივად საკმაოდ რთული ფუნქციონალი შეგვიძლია აი ერთ ფუნქციის გამოძახებაში ჩავამატოთ ჩვენ პროექტში. და შესაძლებლობები არის ძალზე დიდი. იქნება ეს ტექსტის ამოკითხვა ფოტოდან, იქნება ეს ობიექტების ამოცნობა. რა თქმა უნდა გქონდეს რეალისტური მოლოდინები. ყველა ამოცანისთვის შეიძლება დიდენობრივი მოდელის გამოყენება არ იყოს ლოგიკური. ჯერ ეს ერთი დავინახეთ, რომ საკმაოდ დრო დაჭირდა ამ ყველაფერს, მართალია შეკითხვაც რთული არის. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში
მოდელს მოეთხოვება ხომ ხვდებით რამდენ რამეზე ცოდნა. ალბათ მაისურების ფერიდან უნდა ამოიცნოს რა გუნდები თამაშობენ. ანუ აქ არის ცოდნა საჭირო როგორც კალათბურთის, ისე გუნდების, მათი მაისურების, ფოტოდან ამ ყველაფრის ამოღება, ლოგიკური პასუხის აწყობა, ანუ საკმაოდ დიდ ამოცანას ვაბარებთ და ანუ რამდენი წამი 10 წამში ვიღებთ შედეგს. დარწმუნებული ვარ რაღაც მსგავსი ჩატის მეშვეობითაც გაიგეთებიათ. თუმცა როგორც ხედავთ, ძალზედ მნიშვნელოვანია რას მოვითხოვთ მოდელისგან. სიტყვას წინადადებას როგორ დავაწყობთ, მოთხოვნას როგორ დავაწყობთ. ზოგადად ამას ქვია prompt engineering. თუ როგორ მივმართავთ მოდელს და როგორ ვქნათ ისე, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი. prompt engineering-ზე მოკლედ ვისაუბრებ დღეს, ეს ცალკე ახალი სფერო არის, რომელიც ასე ვთქვათ, საზღვარზეა ინჟინერიას და კრეატიულობას შორის, ანუ ხელოვნებას შორის, იმიტომ რომ მკაფიო წესები ჯერ მხოლოდ ახლა იქმნება და თან ეს არის თავისუფალი ტექსტი. როგორ ჯობს მოდელს მივმართავთ, მაგალითები მივაწოდოთ თუ არა, ეს ყველაფერი არის ღია კვლევის საკითხი, თუმცა რამდენიმე მეთოდს და პრომპტის საშუალებას დღეს გადავხედავთ. რამდენიმე პრომპტის ტექნიკა არსებობს, მაგალითად few shot prompting, zero shot prompting, chain of thought, role prompting და temperature and top P sampling. დღეს სათითაოდ განვიხილავთ მაგალითს თითოეულიდან და ნახავთ რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს, როდესაც ვქმნით პრომპტს. სირთულეები, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს, ეს არის მაგალითად ორაზროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინა ლექციას განვიხილეთ, როგორ ცდილობს ყურადღების შრე, ანუ როგორ დამოვიწყო. Attention layer-ი როგორც ცდილობს გაუგებრობის აღმოფხვრას წინადადებიდან, ეს მიდგომა რა თქმა უნდა არ არის იდეალური. რიგ შემთხვევებში შეიძლება უბრალოდ არ იყოს წინადადებაში ის ინფორმაცია საკმარისი, რომ მოდელმა გაიგოს რაზე არის საუბარი. არის რისკი overfitting-ის, ანუ კერძოდ მოდელმა ვერ განავრცოს პასუხი და მხოლოდ ლიმიტირებული პასუხი მაგვცეს. არის რისკი bias, ანუ მიკერძოებულობის. ანუ შეიძლება პასუხი არ ეთანხმებოდეს ჩვენ მოლოდინს, ან ეთიკას, ან ნებისმიერ სხვა პარამეტრს. და scalability, რაც არის რა დრო ჭირდება ამა თუ იმ პრომპტს და რამდენად მასშტაბირებადი არის ასეთი მოთხოვნები თუ გავждდით მოცულობას. დღეს ნახავთ ამ პრომპტების პრომპტინგის რამდენიმე მაგალითს. შეგვიძლია ჩვენ პროექტს დავუბრუნდეთ და ფოლდერში გავხსნათ prompts.ipynb, Python-ის ნოუთბუქი. ეს Jupyter ნოუთბუქში გადავწერე, იმიტომ რომ თვითონ ფორმატი უფრო მოსახერხებელია, შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი Z-ზე გავუშვათ და დავინახოთ როგორ შედეგებს ვიღებთ. თუმცა კოდის სახითაც prompts.py სკრიპტი არის ასევე პროექტში, შეგიძლიათ ისიც გავუშვათ. ამ ნოუთბუქის გასაშვებად სეტაპი ზუსტად იგივე გვაქვს. ახლა უთითებთ მოდელს, რომელსაც გამოვიყენებთ ამ რამდენიმე მაგალითისთვის და შეგვიძლია სათითაოდ პრომპტინგის რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. პირველი მაგალითი ამას ქვია few shot learning and few shot prompting. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პრომპტში მაგალითებს ვაწვდით იმისა თუ რისი შედეგის მიღება გვინდა. მაგალითის მიწოდებით ვეხმარებით მოდელს, რომ უფრო ფოკუსირდეს ჩვენთვის სასურველ შედეგზე. იქნება ეს შედეგის ფორმატი და თვითონ მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში აი მაგალითად თუ გსურს წინადადება კი არა სიტყვა თარგმნოთ, შეგვიძლია მივუთითოთ ასეთი პრაიმინგი, you are a translator, ხარ თარჯიმანი.
და კონტენტში მივაწოდოთ შემდეგი პრომპტი. გადამითარგმნე შემდეგი წინადადებები. მაგალითად, ნახვამდის ითარგმნება როგორც ჰოლა, goodbye როგორც adios. ახლა კი მითარგმნე მადლობა. ანუ ჩვენ ვუთითებთ ფორმატს. სიტყვა ჩასმული ბრწყალებში, ტირე და მეტობის ნიშანი და გადათარგმნილი სიტყვა. შედეგადაც ვიღებთ thank you, gracias. ანუ ჩვენ მაგალითი მივაწოდეთ ფორმატირების, როგორც დააკვირდებით ენა არსად არ გვაქვს მითითებული, ანუ მან მაგალითიდან უნდა ამოეღო ლოგიკა, თუ როგორ ტრანსფორმაციას ვაკეთებთ ერთ სიტყვიდან მეორეში და ეთარგმნა ახალი სიტყვა, რომელიც არის მადლობა. აი ესე ვთქვათ, რამდენიმე მაგალითი, ანუ few shot, რამდენიმე მაგალითს ვაწვდით, იმისთვის რომ სასურველი ფორმატი მივიღოთ. თუმცა zero shot prompting-იც არსებობს, როდესაც არანაირ მაგალითს არ ვაწვდით, შეგვიძლია უთხრათ შენ ხარ უბრალოდ ასისტენტი და ზოგადი შეკითხვა დავუსვათ, რა არის საფრანგეთის დედაქალაქი მაგალითად. ანუ არ არის აუცილებელი სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქები მივაწოდოთ, შეგვიძლია გკითხოთ კონკრეტულად შეკითხვა. ითაბა ესეც გავუშვათ. დავიდან გავუშვათ მაშინ. კი ბატონო. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. კი ბატონო. ასევე პრომპტინგის ერთ-ერთი მეთოდი არის chain of thought. ანუ ჩვენ ვთხოვთ არა მარტო ამოცანის ამოხსნას, არამედ იმასაც ვთხოვთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აგვიხსნას, როგორ მივიდა პასუხამდე. ეს შეიძლება ესე ბუნებრივად მოერგოს მათემატიკურ ამოცანასაც, თუმცა იგივე შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა პრომპტების დროსაც. ამ შემთხვევაში, აი მაგალითად პრაიმინგისთვის უცდებთ ხარ მათემატიკის მასწავლებელი, ამომიხსენი ამოცანა, ჯონს აქვს 5 ვაშლი, 2 აძლევს მერის და რამდენი დარჩა. და აქ უკვე ხედავთ, რომ უბრალოდ პასუხს 3-ს კი არ ვიღებთ ჩამოშლას, როგორ შეიძლება ასეთი ამოცანა ამოხსნით. რაც შეიძლება იყოს გამოსადეგი ან სწავლისას, ან პრეზენტაციისას, ან სხვადასხვა შემთხვევებში, როდესაც უბრალოდ პასუხი შეიძლება არ გვაინტერესებს. ასევე ერთ-ერთი პრომპტინგის საშუალო მეთოდი instructional prompts, როდესაც ასე ვთქვათ, guides ან ინსტრუქციას ვაწერინებთ მოდელს. ჩვენ მაგალითად შეგვიძლია დავაფრაიმოთ, რომ you are a knowledgeable personal trainer and a writer. მაგალითად მწვრთნელი არის და დამიწერე 300 სიტყვიანი ვარჯიშის სარგებლობაზე ესე. და ასე შემდეგ. ეს დარწმუნებული ვარ, არაფერი ახალი არ არის, ეს საკმაოდ ისეთ ფართოდ გამოყენებული მეთოდია, თუ როგორ შეიძლება ენებრივ მოდელს ვესაუბროთ და ჩამოგვიწერს პუნქტებად უპირატესობებს. Role playing prompt-ი ასევე გავრცელებული მეთოდი, შეგვიძლია უთხრათ, რომ მაგალითად ნოველის ავტორი არის და მოთხრობას როგორ დაწერდა. ხშირად გამოიყენება, რომ როდესაც მოდელს ხელოვნურად აქვს შეზღუდული რაღაც თემებზე საუბარი, ხშირი მეთოდია გამოიყენება, რომ წარმოიდგინე, რომ მოდელი კი არ ხარ, არამედ ხარ მაგალითად პოლიციელი, რომელიც უხსნის სხვებს, როგორ არ უნდა გააკეთოთ ასაფეთქებელი ნივთიერება, მაგალითად. და აი ამ ფანტაზიაში შეიძლება მივიღოთ ასაფეთქებელი ნივთიერების გაკეთების ინსტრუქცია. ესე ვთქვათ, მაგალითისთვის. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია ასეთი როლი მივანიჭოთ ჩვენ მოდელს. ეს ხშირად გამოიყენება, როდესაც ასეთ ენობრივ მოდელებს იყენებენ თამაშებში და მათ რაღაც პერსონაჟის როლი უნდა ითამაშონ. ასე ვთქვათ, შეგვიძლია ასეთი როლი დავაკისროთ ჩვენ დიდ ენობრივ მოდელს. და შედეგად მოგცემს რაღაც მოთხრობის ნაწილს, რომელიც აი ამ ჟანრში იქნება დაწერილი. Open-ended prompt გულისხმობს, რომ სწორი პასუხი არ არსებობს კითხვაზე, უბრალოდ სააზროვნოთ, ასე ვთქვათ, დისკუსიაისთვის შეუძლია განავრცოს თემა. ეს მაგალითიც შეიძლება იყოს. და ასევე გვაქვს პარამეტრი temperature და top p.
ამაზე ოდნა გავჩერდები. აი მაგალითად ესეთი პარამეტრები შეგვიძლია ჩავაწოდოთ ჩვენ requests. Temperature top p. და რას განსაზღვრავს ეს? მაგალითად შეგვიძლია წავიკითხოთ დოკუმენტაციიდან. Temperature. What sampling temperature to use between 0 and 2? Higher values like 0.8 will make the output more random, while lower values like 0.2 will make it more focused and deterministic. We generally recommend altering this or top P, but not both. თუ გახსოვთ წინა ლექციაზე outputs, რომელსაც ვიღებდით ტრანსფორმერისგან, გადავაკეთეთ, რომ ყოფილიყო არა ბინარული 0-1, არა ქულა, არამედ ალბათობა. და ვიღებდით top 1 შედეგს. ეს არის დეტერმინისტული და ასე ვთქვათ, პირდაპირი მიდგომა. თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება ეს ერთი და იგივე პასუხი არ გვინდოდეს და ამას განსაზღვრავს აი ეს ტემპერატურის და top p-ის პარამეტრი. ანუ რამდენად ცადოს არა top 1, არამედ რაღაც top n-ი ვარიანტი. ეს განიხილება თითოეულ სიტყვაზე, ასე რომ ნაცვლად დეტერმინისტული პასუხის ვიღებთ უფრო შემთხვევით პასუხს, რომელიც ასე ვთქვათ, ლოგიკური სისწორით შეიძლება top 1 შედეგი არ იყოს, თუმცა როგორც ეძახიან ხოლმე, უფრო კრეატიული შედეგი მივიღოთ. როგორც წესი ჯობს შევცვალოთ ან ერთი პარამეტრი temperature ან top p, ორივეს შეცვლას როგორც ასეთი აზრი დიად არ აქვს, იმიტომ რომ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ შეიძლება იმუშაონ. top p-ის შემთხვევაში ესეც ალტერნატივა არის, მაგალითად თუ მიუთითებთ 0.1, ეს ნიშნავს, რომ top 10% შედეგებს განიხილავს და მათგან გააკეთებს სემპლირებას, ანუ შემთხვევითი სამორჩევას. და ჩვენ შეგვიძლია top რამდენი პროცენტი განიხილოს ამოსარჩევად. ანუ ასე ვთქვათ, ვაკონტროლოთ, პასუხი იქნება უფრო დეტერმინისტული და ფიქსირებული თუ უფრო, ასე ვთქვათ, ჭყალებში კრეატიული. ამას ხშირად იყენებენ, როდესაც უნდათ ან სლოგანის მოფიქრება, ან რაღაც სარეკლამო ტექსტის შექმნა, სადაც პასუხი არ არის ერთი, აქ შეიძლება მრავალნაირად ამოხსნათ ჩვენი დასმული ამოცანა და ტემპერატურით ვაკონტროლოთ, რამდენად დავიჭრათ არა top 1 პასუხებში. რა თქმა უნდა, ეს ყველა მიდგომა, რაც განვიხილეთ, შეიძლება გავაერთიანოთ კიდეც. მაგალითად შეგვიძლია ასე ვთქვათ, კომბინაცია გავაკეთოთ ჩვენი მეთოდების, როგორც უთხრათ, რა როლს უნდა თამაშობდეს, მაგალითად ხარ სამოგზაურო ბლოგერი, უთხრათ კონკრეტულად რა გჭირდება, 500 სიტყვიანი ბლოგი გვინდა პარიზში მოგზაურობაზე და ასევე ვაკონკრეტებთ, რომ გვინდა ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა ჩვენი მოგზაურობის. შეგვიძლია მიუთითოთ როგორც temperature, ანუ ამ შემთხვევაში ბლოგს ვწერთ და ალბათ კრეატიულობა უფრო მისასალმებელია და ახალი პარამეტრი, რომელიც არის stream უდრის true. თუ დააკვირდით აქამდე რა პასუხებსაც ვიღებდით ერთიანად და მთლიანს. ნაცვლად იმისა თუ რაც შეიძლება დავინახოთ ChatGPT-ის ჩატთან, სადაც პასუხი ვთქვათ ნაკადით მოედინება გენერაციასთან ერთად. ეს თავისუფლად შეგვიძლია, ასე ვთქვათ, სიმულაცია ანუ იგივე გავაკეთოთ აქაც. თუ მიუთითებთ stream equals true პარამეტრს, მაშინ პასუხს მივიღებთ არა მთელი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც მთელი პასუხი გამზადდება, არამედ თანდათან. და შეგვიძლია შემდეგნაირად გავაკეთოთ ობიექტს, რომელსაც მივიღებთ ჩვენი create ფუნქციიდან, მასზე გავაკეთოთ იტერაცია და თითოეულ აი ამ ნაგლეჯზე ნახოთ ცარიელია თუ არა და თუ არ არის დავბეჭდოთ. და შეგვიძლია ეს გავუშვათ, მე ნოუთბუქში არ გამიშვია, ნახოთ როგორ იწამს ერთიანად. არა, როგორც ხედავთ, ნაწილ-ნაწილ გვიწერს ჩვენ 500 სიტყვიან მოთხრობას. და რახან temperature მიცდებული გვაქვს, ისედაც 0 როგორც წესი არ არის, რაღაც temperatures default-ად უთითებს. ჩვენ თითოეულ გაშვებაზე, ასე ვთქვათ, განსხვავებულ შედეგს ვიღებთ. და აგერ ნელ-ნელა გავალთ ბოლოში. როგორც ხედავთ, სათითაოდ თავებს უთითებს, საღამო დილა ასე შემდეგ. კი ბატონო. ასე შეგვიძლია რამდენიმე
საშუალებით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი. ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ ჩვენი ინსტრუქცია იყოს მკაფიო, თუ რამე ფორმატში გჭირდება შედეგი, ეგეც უნდა მკაფიოდ განსაზღვროთ. ეს შეიძლება იყოს არა უბრალოდ ტექსტი, ეს შეიძლება იყოს JSON-ის ფორმატი, შეიძლება იყოს კოდი. ჩვენ შეიძლება გვჭირდებოდეს, რომ უბრალოდ ერთი სიტყვა გვიპასუხოს კი ან არა. და შემდეგ ამ პასუხის ტოლობით გავაგრძელოთ ჩვენი პროგრამის ლოგიკა და ასე შემდეგ. ანუ მრავალმხრივ შეიძლება ერთი და იგივე ამოცანის გადაჭრა. თუმცა ჩვენ ახლა რომ დავაკვირდეთ, თითოეულ requests ვაკეთებთ ესე ცალ-ცალკე ობიექტით, რომელშიც ნოლიდან ვქნით მესიჯებს და ჩვენ მოთხოვნას. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს ჩვენთვის სასურველი მიზანი. ანუ გვინდოდეს არა ერთი კითხვა-პასუხი, არამედ ინტერაქცია. ანუ პასუხზე კიდევ ერთი კითხვის დასმა, ჩაძიება და ასე შემდეგ. ანუ follow-up-ის გაკეთება. როდესაც ამას ვაკეთებთ API-ის მეშვეობით, განსხვავებით ჩატისგან, თითოეული მესიჯი არის, ასე ვთქვათ, ახალი სესია. ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ წინა მესიჯზე შეიძლება მიგვეწოდებინა, ახალ სესიაზე იქნება დაკარგული. მაგალითად, თუ გითხავთ რა არის საფრანგეთის დედაქალაქი და გვიპასუხებს პარიზი და შემდეგ request გავაკეთებთ რა მხელა არის მოსახლეობა იქ, მივიღებთ რის მოსახლეობაზეა საუბარი. იმიტომ რომ სიტყვაზე there ჩვენ უნდა გქონდეს წინა კითხვის კონტექსტიც. შესაბამისად, რომ შევძლოთ, რომ მოდელმა შეძლოს გადააბას ამ ასე ვთქვათ საუბრის ლოგიკა ერთმანეთზე. დეფოლტად ეს ასე არ იქნება. ჩვენ უნდა რაღაც დამატებითი პროცესი შევქმნათ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ისტორია შევინარჩუნოთ ჩვენი ჩატის. ამის სადემონსტრაციოდ შეგვიძლია მესამე ფოლდერზე გადავიდეთ, context memory და მაგალითად გავუშვათ no memory კოდი. ანუ როგორ შეიძლება ავაწყოთ ჩატი და ამ შემთხვევაში განვიხილოთ, როდესაც ასე ვთქვათ, ჩატის მეხსიერება გამოგვჭა. ან მის გარეშე ვაკეთებთ. ამ კოდს გავუშვებთ და ნახავთ, რომ გვექნება ასე ვთქვათ, ჩატის პანჯარა ტერმინალში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბროთ მოდელთან, თუმცა ნებისმიერი ინფორმაცია წინა მესიჯებზე მას დაკარგული ექნება. მოდით გადავხედოთ კოდს. დასაწყისი ზუსტად იგივე გვაქვს. გვაქვს ფუნქცია simple chat without memory. ანუ ეს იქნება როგორ შევქმნით chat-ს, რომელიც დეფოლტად იქცევა, ანუ მეხსიერების გარეშე. ამ შემთხვევაში გვაქვს პარამეტრი use olama, თუმცა ჩვენ დღეს ამას არ განვიხილავთ, ამას შემდეგ ლექციაზე შევხედავთ, რა არის olama და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ. დღევანდელი თემა ეს არ იქნება, ასე რომ შეგიძლიათ ჩავთვალოთ, რომ false-ის დოლია. ანუ უბრალოდ false-ია და ჩვენ კლასიკურ მიდგომას გავაგრძელებთ. თუმცა შემიძლია გავუსწრო მოვლენებს და გითხრათ, რომ ეს olama გვაძლევს საშუალებას, რომ არა OpenAI-ის მოდელს მივაკითხოთ სადღაც, სადაც გაშვებული აქვს მოდელი, არამედ ეს მოდელი ჩამოტვირთოთ ჩვენ ლეპტოპში, ჩვენ კომპიუტერზე და ადგილზე ვამუშაოთ ის. როგორც ხედავთ, შეგვიძლია base URL-ში localhost-ი მივუთითოთ და ადგილზე ვამუშაოთ მოდელი. დღეს ამას არ განვიხილავთ, განვაგრძოთ OpenAI-ისთან ინტერაქცია, ამას უკვე შემდეგი ლექციაზე დავუბრუნდებით ამ მაგალითს. და ვიზამთ შემდეგ რაღაცას. რომ chat-ს ჩავაწვდით იმ inputs, რასაც ჩავაწვდით ამ ფუნქციას. ანუ აგერ შენ ჩემი მესიჯი olama გამოიყენოს თუ არა, ამ შემთხვევაში განვიხილოთ, რომ არ ვიყენებთ. გაგზავნოს მესიჯი chat completion მეთოდთან და პასუხი დაგვიბრუნოს. ანუ მივიღოთ უკან მოდელის პასუხი. შეგვიძლია ასეთი მარტივი main ფუნქცია ავაწყოთ, ანუ სკრიპტის შევამავალი წერტილი,
ავარჩიოთ OpenAI remote და hostile მოდელის გამოყენება გვინდა თუ ოლამასი, ამ შემთხვევაში გამოვყენოთ პირველი. და while ციკლი დავატრიალოთ. მარტივად, ასე ვთქვათ, ციკლი შევქმნათ და თითოეული მესიჯი გავუგზავნოთ ჩვენ დიდ ენობრივ მოდელს. რამდენიმე სპეციალური სიტყვა გამოვყოთ, quit და exit თუ გამოსვლა გვინდა. და clear თუ გასუფთავება გვინდა ჩვენ ტერმინალს. ჩვენ ყველა მესიჯს გავგზავნით მოდელთან და დაუბრუნდეთ პასუხს. ანუ საკმაოდ მარტივი კოდი. და მაგალითისთვის შეგვიძლია გავუშვათ რომელი მოდელის გამოყენება გსურს, ამჯერად მივუწოდოთ 1. და შეგვიძლია მივწეროთ ჩვენ მოდელს. გამარჯობა, მე მქვია თორნიკე. პასუხს მივიღებთ. პასუხში ჩანს, რომ მან გაიგო ჩვენი მოთხოვნა, გამარჯობა თორნიკე, რით შემიძლია დაგეხმარო. და შემიძლია ვკითხო, რა მქვია. ნახავთ, რომ შენი სახელი არ ვიცი, უნდა მითხრა, რით შემიძლია დაგეხმარო. ანუ ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ request-ი ახლახან გავგზავნეთ, ეს ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი სესია არის და ინფორმაცია ერთი სესიიდან ავტომატურად არ გადადის მეორე სესიაში. ამისთვის ჩვენ უნდა დავამატოთ საშუალება იმისთვის, რომ შევინახოთ ჩატის ისტორია და ასე ვთქვათ, ავაწყოთ საუბარი. თავის ინფორმაციის შენახვით, შემდეგ ახლიდან მაგ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებით. აი შეგვიძლია შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ ეს არქიტექტურა. ყავს იუზერი, ასისტენტი და თვითონ OpenAI-ის API. ჩვენ ვაკეთებთ შემდეგნაირად, რომ მაგალითად ვწერთ გამარჯობას, ის პასუხობს. და ამ პასუხს უკვე ასისტენტი, როგორც ხედავთ, ინარჩუნებს ამ პასუხების ისტორიას. რით შემიძლია დაგეხმარო, როგორი ამინდი, ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია საუბარი ავაწყოთ. იმისთვის, რომ ეს მოვახერხოთ, ჩვენ ასე ვთქვათ, კონტექსტის ფანჯარას ვაწყობთ. რას ნიშნავს კონტექსტის ფანჯარა? და ეს ყველა მოდელისთვის, ყველა მოდელს სხვადასხვა ზომის კონტექსტის ფანჯარა გააჩნია. კონტექსტის ფანჯარა ეს არის ჩვენი ინფუტების კრებული. რაც აქამდე გვისაუბრია, რა პასუხიც მიგვიღია, ანუ ისტორია ჩვენი საუბრის. არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთ-ერთი იგივე ტექსტი, ეს ტექსტი შეიძლება იყოს შეჯამებული, ჩამოჭრილი, შეიძლება ბოლო რამდენიმე მესიჯი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონტექსტის ფანჯარა შემდგარია აი ამ შემომავალი მესიჯებისგან. კონტექსტის ფანჯარას შეგვიძლია ასე ვთქვათ შეჯამება გავუკეთოთ და მაქედან მივიღოთ პასუხი. ახლა პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ კონტექსტის ფანჯარას აქვს ლიმიტირებული ზომა. რა თქმა უნდა, გამოდიან ახალი მოდელები, Google-ის Gemini-ის ერთ-ერთ მოდელს საკმაოდ დიდი context window აქვს, თუ არ ვთქვი, უკვე გიგაბაიტებზე იყო საუბარი, თუმცა კვლევებიც არსებობს, რომ რაც უფრო მეტს ვიყენებთ ამ კონტექსტის ფანჯარას პერფორმანსიც დეგრადირებს. კი, რა თქმა უნდა, იტევს ამ მთელ ინფორმაციას, თუმცა მოდელი უკვე ესეთი ეფექტური აღარ არის. ასე რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად კონტექსტის ფანჯარას რა ზომაზე ვაკონტროლებთ. ერთ-ერთი საშუალება, ერთ-ერთი გზა, როგორც შეგვიძლია ეს გავაკონტროლოთ, მაგალითად, ავაწყოთ context window, ანუ საუბრის ისტორია შევინახოთ, იქნება ეს ფაილში თუ მონაცემთა ბაზაში, არ აქვს მნიშვნელობა. დღევანდელი მაგალითისთვის ჩვენ JSON-ში შევინახავთ. და რომ შეგვეძლოს ამ ისტორიის ჩატვირთვა. თუ კონტექსტი ცდება limits, ჩვენ შეგვიძლია optional, ასე ვთქვათ, შეჯამება გავუკეთოთ, ანუ დავაპატარავთ. ანუ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ტექსტები შევინახოთ, შევაჯამოთ მათი მნიშვნელობა და ის გამოვიყენოთ უკვე პასუხის მისაღებად. აი ამ მაგალითს განვიხილავთ ახლა. მაგისთვის შეგვიძლია შემდეგ ფაილზე გადავიდეთ ctx_memory და შევხედოთ პროექტი როგორ გამოიყურება.
გვაქვს მეთოდი initialize client, ანუ კლიენტის შექმნა. აქაც ოლამა გამოვიყენოთ თუ არა, ჯერჯერობით ნუ გამოვიყენებთ. მეთოდი შემიქმენი, ასე ვთქვათ, პირვანდელი მესიჯი, რომელიც დაგვიბრუნებს აი ესეთ ერთელემენტიან lists. დასაწყისისთვის, ანუ priming-ისთვის დავუშვათ you are a helpful assistant. შემდეგ გვაქვს chat-ის ფუნქცია და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ერთადერთი მეთოდი ამის მართვის, ამის მართვა შეიძლება 1000-ნაირად. თუმცა ეს ასე ვთქვათ, უფრო მარტივი ვარიანტია, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი chat-ი შევინახოთ ლოკალურ JSON ფაილში და თუ გჭირდება, ის ჩავტვირთოთ. chat-ის ფუნქცია გვაქვს, სადაც გადავცემთ თვითონ ჩვენი inputs, message-ების lists, clients და მოდელის სახელს. შესაბამისად, ახალი ჩაწოდებული message-ი შეგვიძლია ჩავამატოთ ჩვენ list-ში. დავაგენერიროთ პასუხი chat completion ფუნქციის გამოძახებით და მისგან მიღებული პასუხიც შევინახოთ ჩვენი message-ების list-ში. ანუ ფაქტიურად ვაწყობთ, ასე ვთქვათ, კითხვა-პასუხების list-ს წყვილ-წყვილად. სადაც აგერ ხედავთ როლი თვითონ user-ი, როლი ასისტენტი. და ვუთითებთ user-ის inputs, ანუ რაც იქნება კითხვა, ინსტრუქცია და ასისტენტის პასუხებს. ეს უბრალოდ error handling-ი, თუ რამე შეცდომა მოხდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომა მოგვივიდა, ეს და ეს შეიცვალა. მაგალითად, ახლა გაშვებისას ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ შეიძლება API-ის ბიუჯეტი ამოიწუროს, იქ ავტომატური გადახდა ჩართული გაქვთ თუ არა, მაგას გააჩნია და ასე შემდეგ. ოშმოში არის რიგი მიზეზები, რის გამოც API შეიძლება არ იყოს ავტომატი. შეიძლება თვითონ OpenAI-ის კონდეს პრობლემა, თქვენ API-ის კონდეს პრობლემა, დიდი რიგი იდგეს, თითოეული ეს request-ი განისაზღვრება ასევე პრიორიტეტითაც. ანუ დატვირთულ შემთხვევებში შეიძლება პრიორიტეტებით დააწყონ request-ები და შეიძლება შეაგვიანდეს თქვენ პასუხს. ანუ error handling-ი და logging-ი, რომელსაც ასევე განვიხილავთ, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ვამონიტოროთ, როგორ მიმდინარეობს ჩვენი ინტერაქცია დიდ ენობრივ მოდელთან. ასევე გვაქვს მეთოდი summarize messages. ეს შეიძლება ბევრნაირად დავაიმპლემენტიროთ. დღეისთვის გვექნება შედარებით მარტივი იმპლემენტაცია, უბრალოდ ავიღებთ ბოლო 5 messages და ასე ვთქვათ, შევაჯამებთ. თეორიულად აქ კიდე ერთი LLM-ის გამოყენება შეიძლება. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კიდე ერთ დიდ ენობრივ მოდელის ინსტანსს ვთხოვოთ, რომ ეს არის ჩემი მესიჯები და შემიჯამე. შეიძლება უფრო სხვა ალგორითმული ევრისტიკა გამოვიყენოთ და მნიშვნელოვანი სიტყვები ამოვიღოთ თვითონ მესიჯიდან და ისინი დავტოვოთ. ყოველ შემთხვევაში აქ ფანტაზია მხოლოდ საზღვარი და გააჩნია რა ამოცანას ვწნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევინახავთ ბოლო 5 messages, რომ არ გადავავსოთ კონტექსტის ფანჯარა. თუმცა ეს უფრო დინამიური შეგვიძლია გავხადოთ, ნახოთ რამდენია message-ი, რა ზომაზე დავიყვანოთ, რა პროცენტით შევამციროთ და ასე შემდეგ. აქაც, როგორც ხვდებით, ბევრნაირად შეიძლება ამ ამოცანის გადაჭრა. ასევე გვაქვს მეთოდი save conversation, ანუ რომელიც უბრალოდ JSON ობიექტში ჩააგდებს ჩვენ chat-ს. აი შემიძლია მაგალითისთვის ერთ-ერთი ისტორია გაჩვენოთ. JSON-ის ობიექტი ამ შემთხვევაში იქნება უბრალოდ სია კითხვა-პასუხების. ანუ პირველი სისტემა, ასისტენტი, იუზერი, ასისტენტი, იუზერი, ასისტენტი, ასე შემდეგ. ანუ ჩვენი chat-ის ისტორია შეგვიძლია ასე პირობითად JSON-ში შევინახოთ. როგორც გითხარით, არაფერი არ გვავალდებულებს, რომ ეს იყოს ერთადერთი მეთოდი. იგივენაირად ეს ინფორმაცია შეგვიძლია ჩავწეროთ რელაციურ მონაცემთა ბაზაში, შეიძლება იყოს არარელაციურ მონაცემთა ბაზაში, შეიძლება იყოს DynamoDB-ში, Cloud-ში, ისევ და ისევ შესაძლებლობები არის უსაზღვრო. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. ერთი, რომ ამ ინფორმაციაში შეიძლება იყოს სენსიტიური ინფორმაცია, როგორც მომხმარებლის, და როგორ იქნება წვდომა, ვის ექნება წვდომა და ასე შემდეგ, ფრთხილად უნდა განვიხილოთ.
არის რიგი შემთხვევების, როდესაც მომხმარებელს სულ არ აქვს თავისუფალი ტექსტით ცნობა დიდენობრივ მოდელზე. ანუ ჩვენ არა ჩატს, არამედ რაღაც კონკრეტულს ვაწყობთ. და დიდ ენობრივ მოდელთან ურთიერთობა მხოლოდ პროგრამულად ხდება და წინასწარ განსაზღვრული ტექსტით. შეიძლება იყოს აქ რაღაც user-ის რაღაც inputs, username-ს ვუგზავნით, ან შეიძლება რაღაც user-ის შეყვანილ ინფორმაციას ვუგზავნით. და ამ შემთხვევაში input-ი ყოველთვის შეიძლება შეიცავდეს რაღაც პირად კერძო ინფორმაციას. ასე რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა განვიხილოთ მონაცემს სად ვინახავთ, როგორ და რამდენი ხნით. შეიძლება იყოს შემთხვევები, რომ გარდა შეჯამების ჩვენ გვჭირდებოდეს სახელების ან სენსიტიური ინფორმაციის იდენტიფიცირება. ამას ქვია PII, ანუ Personal Identifying Information. და მაგალითად შეჯამებას თუ ვაკეთებთ არა პრიმიტიულად ბოლო 5 მესიჯი, არამედ რაღაც სხვა მოდელს ვიყენებთ კიდე მაგისთვის, შეიძლება მათ მოგვიწევს გათვალისწინება, რომ ყველა მაგალითად პირადი ინფორმაცია, მაგალითად ავიღოთ სახელი, ჩავანაცვლოთ რაღაც placeholder-ით. ან ყოველ შემთხვევაში ისე მოვიქცეთ, როგორც ბიზნესი და ჩვენი გადაწყვეტილება გვკარნახობს. ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილები, როდესაც ასეთ ინფორმაციას ვინახავთ. სად ვიყავით? აქ განვაგრძელოთ. კი ბატონო, მაგალითისთვის შეგვიძლია უბრალოდ ყველანაირი ალტერაციის გარეშე ჩვენი მესიჯების ისტორია შევინახოთ JSON-ში. ეს ხდება რისთვის? სესია თუ გაგვეთიშა და აღდგენა მოგვინდა, როგორც უბრალოდ ისტორიულად რო შევინახოთ ეს ინფორმაცია. ყოველთვის შეგვიძლია ესე ჭეშმარიტებად გამოვიყენოთ ეს ჩვენი მონაცემთა ბაზა /file, რომელიც შეგვიძლია ყოველთვის ჩავტვირთოთ და ასე ვთქვათ აღვადგინოთ state-ი. დარწმუნებული ვარ ChatGPT-შიც იყენებთ, როცა შეგიძლია ბევრი ჩატი გქონდეთ, შეგიძლიათ ძველს დაუბრუნდეთ და ასე შემდეგ. მათაც უწევთ ამ მთელი state-ის შენახვა და ასე ვთქვათ ოპტიმალურად ჩაწოდება მოდელისთვის. გვაქვს ასევე load conversation, რომელიც ვახსენეთ, რომელიც ცდილობს რომ წაიკითხოს ეს ისტორიის ფაილი. თუ ისტორიის ფაილი არ მოიძებნა, მაშინ დავიწყოთ ახალი ჩატი. Create initial message შეგვიძლია დაუბრუნდეთ და ვერაფერი ვერ ჩავტვირთეთ, ვიწყებთ თავი. ეს შეიძლება იყოს როგორც მოსალოდნელი სცენარი, თუ პირველად უშვებთ ამას. შეიძლება იყოს მართლაც რაღაც შეცდომა, რომ ფაილის წაკითხვაში რაღაც შეცდომა არის. შეიძლება ამ შემთხვევაში მხოლოდ ვერ მოძებნას ვიჭერთ, თუმცა თეორიულად აქ შეგვიძლია დავიჭეროთ ისიც, რომ ფაილი ჩაკეტილია და ვერ ვკითხულობთ. შეიძლება იყოს პრობლემა, რომ ფაილი ზედმეტად დიდია, ან არ არის სწორად ფორმატირებული. თავისუფლად შეიძლება იყოს სცენარი, რომ რამდენიმე პროცესი, იქნება ეს Python-ის პროცესი თუ სხვადასხვა პროცესი ჩვენ კომპიუტერზე შეიძლება ერთდროულად წერდეს ფაილზე ინფორმაციას. JSON-ი ასე თავისთავად არ არის concurrent friendly, ანუ რასაც მიაწვდი ჩაწერს. და რიგ შემთხვევებში შეიძლება მართლაც მოხდეს ისე, რომ კონკურენტულად იწერებოდეს ფაილი და შეცდომა მოხდეს ფაილის ფორმატირებაში. შეიძლება ამის გათვალისწინებას გვიწერდეს. როგორც წესი, მონაცემთა ბაზები ამ კონკურენტულ ჩაწერას ბევრად უკეთ უმკლავდებიან. და შეგვიძლია ასეთი main ფუნქცია გავაკეთოთ, სადაც როგორც აქამდე ვირჩევდით მოდელს, ვაკეთებთ კლიენტის ინიციალიზაციას, ვქნით პირვანდელ message-ს და გვაქვს შემდეგი საშუალება. შეგვიძლია, ასე ვთქვათ, შევინახოთ ჩვენი ჩატი, ჩავტვირთოთ ჩატი, შევაჯამოთ და ასე შემდეგ. და ვესაუბროთ ჩვენ მოდელს. სხვაობა იქნება ის, რომ ამჯერად უკვე ვიძახებთ ამ ფუნქციას, რომელიც აი ამ messages ობიექტში ინახავს ჩვენ ჩატის ისტორიას. აქ პირობითად გვაქვს თუ მესიჯების სიგრძე 10-ზე მეტი გახდება, გაგვიკეთე შეჯამება. თუმცა აქ უფრო დინამიურები შეგვიძლია ვიყოთ, შეგვიძლია დავთვალოთ ამ ობიექტის ზომა ბაიტებში და შევადაროთ თითოეულ მოდელს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ოპტიმალური context window ზომა. და შევადაროთ მას.
ან პირობითად ავიღოთ მაგის 90 ან 80% და მაგას შევადაროთ. და შეჯამებაც რომ გამოგვივა კიდე ერთხელ შეგვიძლია გაზომვა, რომ ნახოთ რა პროცენტით შევძელით შემცირება და თუ არის დამაკმაყოფილებელი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეგვიძლია პირობითად დავამატოთ. ახლა შეგვიძლია ჩვენი წინა უმახსოვრებო სესია შევაჩეროთ, exit იყო, ხო? კი ბატონო. და გავუშვათ ახალი CTX memory, რომელიც იმედია უკვე შეინარჩუნებს ჩვენ ისტორიას. ავიღოთ ჯერჯერობით OpenAI-ის მოდელი, მივესალმოთ. კი ბატონო. გამარჯობა თორნიკე, როგორ გაგეხმარო ეს წინაზეც იყო. მაგალითად დავუშვათ ახლა არარელევანტური შეკითხვა. ანუ სხვა თემაზე გავისაუბროთ. კი ბატონო. პარიზი არის საფრანგეთის დედაქალაქი და ახლა შეგვიძლია ვკითხოთ რა არის ჩემი სახელი. კი, თორნიკე ქვია, როგორ შემიძლია დაგეხმარო. ანუ ხედავთ რომ ჩვენი ჩატის ისტორიას აკუმულაციას ვუკეთებთ და თითოეულ მესიჯზე ვაგზავნით ჩვენი ჩატის ისტორიას. შეგვიძლია save გამოვიძახოთ, წარმატებით შევინახეო. ნახოთ მაგალითად რა მოვიწერეთ. მოდით format documents გავაკეთებ, რომ ადვილად წასაკითხი იყოს. გამარჯობა, ქვია თორნიკე, საფრანგეთი, ასე შემდეგ და ამგვარად. და შევინახეთ ჩვენი ისტორია. კი ბატონო, შეგვიძლია აქედან გამოვიდეთ. როგორც ვახსენეთ, ზოგადად მონიტორინგი თუ როგორ ურთიერთობთ მოდელთან საკმაოდ მნიშვნელოვანია. როგორც იმ კუთხით თუ რამდენ tokens ვიყენებთ, რა ფასი გვიждდება request-ი, რა ფასი გვიждდება საშუალოდ, მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები, დრო თუ რა დროს ვანდომებთ თითოეულ request-ს, ეს ყველა მეტრიკა შეიძლება იყოს ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამიტომ ერთ-ერთ ვარიანტს გაჩვენებთ თუ როგორ შეგვიძლია ეს ინფორმაცია log file-ში შევინახოთ. თუმცა ამ მეტრიკის, ასე ვთქვათ, აგროვების სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩვენ გვიწევს ამ მოდელთან ურთიერთობის მონიტორინგი. თუმცა cloud სისტემებზე აი ნახავთ AWS-ში, როგორც წესი ეს ყველაფერი არის ჩაშენებული, ეს მონიტორინგის სისტემაც, მეტრიკების კონტროლიც, დეშბორდებიც, ყველაფერი არის ხელმისაწვდომი და როგორც წესი ეს პლატფორმები გვაწვდიან ამ ფუნქციონალს. თუმცა ზოგადად ლოგინგის სწორი პრაქტიკები და ცოდნა ყოველთვის გამოსადეგია იქნება ეს ენობრივ მოდელებთან ურთიერთობაში თუ არა. მაგალითისთვის შეგვიძლია ასეთი ჩავამატოთ ლოგირების ფუნქციონალი ჩვენ სკრიპტს. დავაიმპორტოთ logging ბიბლიოთეკა, ეს არის Python-ის სტანდარტული ბიბლიოთეკა. თითოეულ ასე ვთქვათ, შეგვიძლია სივრცეები გქონდეს logging-ში, ან თითოეულმა კოდის მონაკვეთმა ან ნაწილმა შეიძლება თავისი სახელით ჩაწეროს, რომ უფრო ადვილად გასაგები გახდეს კოდის რა ნაწილიდან ხდება ამა თუ იმ მესიჯის შენახვა. აქ შეიძლება 1-2 ფაილი გქონდეს, მაგრამ code base-ი შეიძლება 100-ით და 1000-ობით ფაილისგან და მოდულისგან შედგებოდეს. ყოველთვის არის სასურველი, რომ მოდულები გამოვყოთ ერთმანეთისგან და ლოგებშიც მივიღებთ, ასე ვთქვათ, გამოყოფილ მკაფიო ინფორმაციას. შეგვიძლია შევქმნათ file handler ობიექტი და მაგალითად ამ შემთხვევაში JSON-ში ჩავწეროთ, თუმცა არ ვართ ვალდებული ფორმატი ნებისმიერ შეგვიძლია გამოვიყენოთ. შეგვიძლია გავსაზღვროთ ფორმატი, რომ message-ს ასეთი სახით შევინახავთ. და დავუმატებთ ასევე, რაც ძალიან გამოსადეგი არის, დროს. ანუ time level name message. ანუ რა დროს მოხდა მესიჯის ჩაწერა, რა level-ზე არის, ჩვენ შეიძლება მესიჯები გქონდეს როგორც კრიტიკული ინფორმაციის მატარებელი, ასე უბრალოდ ინფორმაციის მატარებელი, რომ შევძლოთ მათ პრიორიტეტებით დაწყობა და თვითონ მესიჯი. ეს არაფერი ახალი არ არის, ეს არის კლასიკური ლოგერის შექმნა. უბრალოდ ჩვენი მოდელთან ურთიერთობის
კუთხით შეგვიძლია რაღაც პარამეტრები ჩავამატოთ. მაგალითად, როდის გავაკეთეთ request-ი, რა ტიპის, რა იყო შევამავალი ინფორმაცია და შევინახოთ სესიის ID და მოდელის სახელი. ყოველ შემთხვევაში თუ მოხდება რაღაც ან შეცდომა, ან ჭირდება რაღაც ისტორიული ინფორმაციის ამოღება, ეს დაგვეხმარება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, დებაგინგში და ისტორიულ კვლევაში. რაც არის უბრალოდ საინტერესო, სხვა დანარჩენი ფუნქციონალი იგივე არის. Response time-ი შეგვიძლია მივიღოთ, მაგალითად შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მეტრიკა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ უბრალოდ ვინახავთ დროს request-ამდე, request-ის შემდეგ და სხვაობას წამებში, მაგალითად შევინახოთ log-ში. ანუ მაგალითად თითოეულ message-ს რა დრო დაჭირდა. ეს შეიძლება იყოს გამოსადეგი მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ თითო ტოკენზე რამხელა გვაქვს პასუხის დრო. ეს მოდელი კონკრეტულად OpenAI-ზე არის დახოსტილი, უკვე მათზე არის დამოკიდებული რამდენად სწრაფი და წარმატებადი იქნება მათი მოდელი, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოდელი შეიძლება იყოს გაშვებული ჩვენ გარემოში ან ჩვენ სერვერზე და კრიტიკული იყოს მისი წარმოდება. იმაზე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი პარალელური მომხმარებელი გვყავს, შეიძლება იყოს 10-ობით, 100-ობით, 1000-ობით და თითოეული ასეთი სესია, ხო ხდებით, მოითხოვს საკმაოდ მძიმე GPU უტილიზაციას. და შესაბამისად შეიძლება დროები გაგვეზარდოს, როდესაც ახალი მომხმარებლები გვემატება. ამისთვის სხვადასხვა მეტრიკები არის დასამატებელი, მათ შორის response time-ი და response time per token. ანუ შეგვიძლია ერთ tokens რა დროს ვანდომებთ. ანუ უგუნებელყოთ თვითონ კითხვა-პასუხის ზომა. და შეგვიძლია ასეთი ინფორმაცია შევინახოთ. ასევე რაც საინტერესო არის, რომ response ობიექტიდან შეგვიძლია total tokens ამოვიღოთ, ანუ რამდენი ტოკენი დაგჭირდა, თუ ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. და response time-იც გვექნება. შესაბამისად უკვე post ანალიტიკის გაკეთება შეგვიძლია, როგორ იცვლება ჩვენი მოდელის პერფორმანსი ან წვდომადობა. და შეგვიძლია მთელი ეს ინფორმაცია შევინახოთ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი გაშვება შეგვიძლია შევინახოთ რა დროს იყო ლოგი შექმნილი, რა ლეველის, რა სახის ინფორმაციას ინახავს. ეს დავაფორმატოთ. ეს უბრალოდ JSON-ების ლისტი არის, ანუ თითო ობიექტი არის ჩაწერილი ახალ ხაზზე. მოდით ვიქნებ ცოტა გავასუფთავოთ, რომ წავიკითხოთ მაგალითისთვის. კი ბატონო. და მაგალითად ვინახავთ ასეთ ინფორმაციას. ხო, დავაბრუნოთ, იმიტომ რომ პირველ მესიჯში არაფერი საინტერესო არ გვექნება. მეორე მესიჯში უკვე ვხედავთ response time-ი 12 წამი, 12.6, 767 ტოკენი გამოვიყენეთ. და post ანალიტიკაში შეიძლება გქონდეს 12.73, მაგალითად შეფარდებული per token-ზე. ეს უკვე გვეტყვის token-ზე რა დროს ვანდობთ. და ასეთი და ამგვარი სხვადასხვა ანალიტიკა. ჩვენ შეიძლება თითოეულ მოდელზე გქონდეს ასეთი ანალიტიკა, თითოეულ სესიაზე გავაკეთოთ ასეთი ანალიტიკა. დავაკვირდეთ როგორ იქცევა მოდელი და ასე შემდეგ. და ასევე ვაკონტროლოთ ჩვენი ჯამური ტოკენების გამოყენებაც. ეს ერთ-ერთი გზა არის, როგორც რითაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ეთილი. აი ასე და ამგვარად ჩვენ განვიხილეთ ასე ვთქვათ OpenAI API-ის მარტივი გამოყენების სცენარები. ეს არის ფაქტიურად შეგვიძლია ეს მარცხენა არქიტექტურა შევხედოთ, როდესაც ჩვენ უბრალოდ პრომპტს ვაგზავნით დიდენობრივ მოდელში, ვიღებთ პასუხს და ამ ციკლში ვტრიალებთ. შემდეგ ლექციაზე ჩვენ განვიხილავთ reg არქიტექტურას და ვეცდები ოლამას და local deployment-იც ჩავამატო შემდეგ ლექციაში, რაც მოგცემს საშუალებას, რომ კონტექსტი გავამდიდროთ რელევანტური ინფორმაციით
და მიღებული შედეგები უფრო სანდო და up to date გავხადოთ. ანუ ინფორმაცია, რომელიც აქვს მოდელს, ვქნათ ისე, რომ იყოს უახლესი. ჩვენ რა თქმა უნდა მოდელი როდესაც გაიწვნა და fine tuning-ი როდესაც მოხდა, ეს ინფორმაცია რაც მას გააჩნია, არის უკვე მოძველებული. და რიგ შემთხვევებში ჩვენი პრომპტი შეიძლება პასუხი არ მოეძებნოს, ან აღარ იყოს რელევანტური. და ასევე ჰალუცინაციებს გჭირდებოდეს, რომ თავი ავარიდოთ. ეს წინა ლექციაზეც ვახსენეთ. შემდეგ ლექციაზე ფოკუსირდებით კონკრეტულად რეგ არქიტექტურაზე. დაბრუნდა, ხო, კაბელს არ უნდა ეთამაშო. და შევძლებთ გავამდიდროთ ჩვენი large language modelis კონტექსტი. აქაც კონტექსტის ფანჯრის ზომა კაცრად უნდა გამიხილოთ და იქნება აქტუალური. რამდენი ინფორმაციას მივაწვდით, ეს შეზღუდულია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, შეჯამებული კონტექსტი. კი, თავისუფლად შეიძლება თითოეულ პრომპტზე მივაყაროთ ყველაფერი, რაც გვაქვს და თვითონ არ გვიოს მოდელმა. თუმცა კონტექსტის ფანჯარა შეზღუდულია, ან თუ შეზღუდული არ არის, მის მატებასთან ერთად მოდელის პერფორმანსი როგორც წესი კლებულობს. და ამიტომ ყოველთვის ფრთხილად და ვაკეთებდეთ ამ კონტექსტ Windows management-ზე. ეს იქნება ჩვენი მომავალი ლექციის თემა. როგორც ყოველთვის თელ ამ მასალას და კოდს გაგიზიარებთ WhatsApp-ზე. იმედია ცადეთ ან შეძელით ამ პროექტის ლოკალურად გაშვება, ან მომავალში იზამთ. თუ რამე ტექნიკურ პრობლემას წააწყდებით, შემატყობინეთ და ვეცდებით ერთად მოვაგვაროთ. ამასობაში თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უფრო სიღრმისეულად ჩაუღრმავდეთ OpenAI-ის პლატფორმის დოკუმენტაციას. ბევრ საინტერესო რამეს წააწყდებით. აქ წააწყდებით აგენტებზე ნაწილსაც, რომელიც საინტერესო იქნება და კიდე დავუბრუნდებით. სხვადასხვა თულებს, სხვადასხვა მასშტაბირების სქემებს, fine tuning სცენარებსაც. თუმცა როგორც ვახსენე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დიდენობრივ მოდელს იყენებთ როგორც უბრალოდ პროდუქტის ნაწილს, fine tuning-ი როგორც წესი არ არის ოპტიმალური მიდგომა. ეს fine tuning-ი საკმაოდ ძვირია, მოითხოვს ბევრ მონაცემს, რესურსებს და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ შეიძლება არ გქონდეს ამის ფუფუნება ან პრიორიტეტი. და მაგ შემთხვევებში reg არქიტექტურა ზუსტად გვეხმარება იმაში, რომ fine tuning-ის გარეშე მოდელს გავუმდიდროთ კონტექსტის ინფორმაცია. გირჩევთ, რომ გადახედოთ ამ დოკუმენტაციასაც, დამატებით მასალებსაც მოგაწვდით. მაგალითისთვის მე usage-ის ნახვა შეიძლება, თუმცა მეეჭვება ასე მალე არ იქნებოდა აღბეჭდილი. ცოტა დრო ჭირდება ჩვენ API-კი გამოვიყენეთ, იმედია თქვენს გამოვიყენეთ. შეგიძლიათ ბოლომდე ჩაწუროთ. ავტომატურად არ განახდება. და აქ შეგიძლიათ ამოიტოროთ რა API key-ები გვაქვს. ასევე შეგვიძლია vector storage შევინახოთ OpenAI პლატფორმაზე, ამას უკვე უფრო დეტალურად შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ და ამაზე ალბათ დავასრულოთ დღეს. თუ შეკითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამისვათ. კარგით, მადლობა ყურადღებისთვის. იმედია საინტერესო იყო და შევხვდებით. შემდეგ კვირას გვექნება ერთი ლექცია, 2 საათიანი, ასე რომ ხუთშაბათს 7 საათზე, როგორც გვჩვევია, შეგვიძლია შევხვდეთ და გავაგრძელოთ ენობრივ მოდელებთან შეჭიდება. მადლობა, ნახვამდის. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.